გადაწყვიტა ერთმა ახალგაზრდა ძალიან კარგმა და საინტერესო ადამიანმა უფრო ზუსტად ეს გადაწყვეტილება ვფიქრობ მრავალი წლის წინ მიიღო, როცა მან პოლიტიკაში შემოსვლა დააპირა და მგონია თითზე ჩამოსათვლელი ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანი, რომელმაც რაღაც გააკეთა ამ ქვეყანაში. მე დიდხანია თვალს ვადევნებდი ამ პოლიტიკოს და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე შემეთავაზებია საზოგადოებისთვის და მე მარტო ვერაფერს ვერ ვიზამდი, რომ არ მეგრძნო ყოველ ნაბიჯზე, რომ ადამიანებს სურთ სიახლე, ადამიანებს სურთ ახალი პროექტები, შენება, რა სირცხვილი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში 30 წელია ხდება. განასირცხვილი სიღარიბია. ფიროსმანი იყო. ერთხელ მამაჩემა იხუმრა იმ გენიოსო, სიკვდილის მერეცო, ლარიანზე ერგო, გამოსახულებაო. სიღარიბე კი არ არის უხერხული და სირცხვილი. სიღარიბეში რომ ხალხს ამყოფებ და შენი ხალხის ფულით და ბიუჯეტით იკვებები, ვინც გინდა ის იყავი. აი ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო და ამიტომ უნდა უთხრათ უარი ფეოდალურ სამარცხვინო მართლობას. მეკითხებია ხოლმე, რატომ ხარ აი ასე დარწმუნებული, რატომ გინდა დასავლეთი? რათა ობივატელის ენაზე გადავწყვიტე საუბარი. მარტივად. სად არის საშუალო ფენა დასავლეთში? სად არ არის საშუალო ფენა? რუსულ მართლობაში. სად არის კარგი პენსია? სად არის ჯანმრთელი სიბერე, პატივისცემა, მოხუცებისა დასავლეთში? აბა ჩვენი მოხუცების ისე ურთიერთობაში პატივისცემა კი არ გვაკლია, მაგრამ სჭირდება მოხუც რომ წამალი ჰქონდეს. ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან საინტერესო პროექტები გააკეთა სტრატეგია აღმაშენებელმა. ჩვენ ეს გაწერილი გვაქვს პუნქტებად და არც ერთი პროექტი დაპირება არ არის. იმიტომაც ვამბობ ხოლმე ტელევიზიით, რომ გამოვდივართ, უხერხულია ამდენი კინკლაობა. პროგრამებზე ვისაუბროთ თქო. მე ჯერჯერობით ხედავ უალტერნატივო პოლიტიკოს პროგრამებზე, უმაღლეს ტექნოლოგიებზე მოსაუბრეს, გამკეთებელს, შემსრულებელს, აი აქვე იუსტიციის სახლი რომ დგას, დიახ, მისი ხელმძღვანელობით აშენდა და გაკეთდა. მე თვითონ პასუხისგებლობას არამც უქნარაზე და მოსალოდნელ კორუფციონერზე არასოდეს არ ავიღებდი. მე ვხედავ ამ ახალგაზრდა ადამიანში უდიდეს მონდომებას, პოტენციალს, შენებისას, ის რომ სამუშაო ადგილები იყოს, ის რომ ფასები იყოს სწავლებზე დაკლებული. ვერ ვხედავ ახლა ქართულ პოლიტიკაში ამ რეალობაში, ვერ ვხედავ სხვას ამის გამკეთებელს. ეს გახლავთ უწესიერესი ადამიანი, უმაგრესი ვაჟკაცი, კარგი ოჯახის მქონე, კარგი ოჯახის შვილი. აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. მე ოჯახში სიმდიდრეს არასოდეს გულისხმობ განათლებას, სულიერ სიმდიდრეს. დიახ, ამ კუთხით მდიდარი ოჯახის შვილია ეს კაცი. მე ვფიქრობ, კარგი იქნება და სწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ ვანდობთ საჭეს აღშენებლობისთვის მოსურნე საქმის მკეთებელ გიორგი ვაშაძეს